მივესალმები იმედის მაყურებელს, ჩემს მაყურებელს, როგორ ბრძანდებით, ხო ხარ? კარგად. კარგია, ბიჭო, ეს მარტივი მარად, სახლა პრეტენზია. ისე მარტივად ტენის ჭამას ვერ მოვასწარ. ხაჭაპური გავტეხე იმერულად და ეს დამირეგულირე, თორე ისი არ გამოვა არაფერი. ხაჭაპურს ვერ ვასწრებ, ამრაი რა გინახიე. მადლობა მარტივ, კაცოვანი. ესე იგი, ჯაბოვიჩი გავიდა უკვე ორჯერ ეთერში, მოგესალმებით პირველ რიგში და ახალი სპონსორი ყავს ჯაბოვიჩს, ანგარიში ფასტუ. ჩემო მეგობრებო, აგერ მაქვს ბარათი. აქეთ მარტივი მყავს სპონსორი, აქეთ ფასტუ, აქეთ ზე, აქეთ მთვარე, 1.7 სპონსორი მინდა კიდე და უკან კიდე ვარსკვლავები. ესე იგი ფასტუ რა არის, ეხა ანგარიში. რაც 24/7-ზე მუშაობენ. ამანი ასეთი მშრომელი ხალხი არ მინახავს დაუბერდი კაცი. გზავნილები ევროპიდან, უფასოდ პროცენტი, არ კონვერტაცია გინდა, რა გინდა, კრიპტოვალუტა. 50 კრიპტოვალუტა, 7 ისე ვალუტა, მეტი რა გიქნა სახან ფასტუ. მე ვერ კომუნალურებისგან ზამოცეკი, სახში გადმოწერი აპლიკაცია, აგერ გაკ ბარათი, მიბუმული, შეხედე რა ლამაზი თითები მაქვს. შეხედე ესმის, გადმოწერე ფასტუს აპლიკაცია, შეუკვეთე ბარათი, წამოწეკი სახში და მიდი უბერე აკეთე რაც გინდა. ამას თუ შენ სხვა განახავ, აღარ ჩაჯდეთ ჩემ ტაქსში. სამცალიანდეს ლაპარაკობ წევით გამოძახებაზე. გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად. დავიწყოთ თავიდან თქვენ გაგიმართლათ და მოხდით ჯაბოვიჩის ჯიმი აბესაძის ტაქსში. როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა, მოშენება, მომრავლება. მე მაქვს თქვენთვის ეგეთი თამაში, უღრმესი მადლობა რომ გიყვარვართ. მადლობა. ეგეთი თამაში მაქვს თქვენთვის. გექნებათ ორი დახმარება. აქედან ერთის არის ახლობელთან, მეორე შემიძლია ქუჩაში გააგიჩეროთ და გადახვიდეთ და იკითხოთ სწორი პასუხი. ერთი შეცდომის უფლება გაქვთ. კარგი. შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. კი ბატონო. სადა ხართ? კარგი. დავიძრათ. აბა წავედით. რა უჭირავს ქართლის დედას მარჯვენა ხელში? რა უჭირავს ქართლის დედას მარჯვენა ხელში? მარჯვნივ უჭირავს ფიალა, მარცხნივ თუ არა, პირიქით. არ ვიცი, ახლა ვერ მოვდივარ აზე, მარჯვნივ უჭირავს. ერთი წუთით. თუ კიდე გავამეორებ შეკითხვას. არა. მარჯვენა ხელში რა უჭირავს? ახლა ქართლის დედა ცაცია. მარჯვნივ უჭირავს ისა ხმალი და მარცხნივ ფიალა. ფიალა. ესე იგი მარჯვენა ხელში უჭირავს? კი. ხმალი. დიახ. აბსოლუტურად მართალია. თქვენ გაქვთ დამსახურებული 10 ლარი. ძალიან კარგია. უფასო თქვენი სახელი? ნანა. რა გვარი ბრძანდებით? ტატანაშვილი. ტატანაშვილი ძალიან ჯიმი ვარ აბესაძე, ჩემ დასას ნანა ქვია სხვათა. ნანა, ნეტავ რომ ეს არტუზე ხარ, ნანა, ეს არის 4 გია სიმღერა, ხო? დიახ. ნახე, მეც რა ასაკში ვარ, უკვე 4 გიას გავასწარი წნახები. წავედი, გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. რამდენი ნაწილისგან შედგება ტრილოგია? რამდენი ნაწილისგან შედგება ტრილოგია? რა თქმა უნდა 3. რა თქმა უნდა 3 ხა ტრილოგია რო 3 ნაწილისგან შედგება, ეს აბსოლუტურად მართალია და თქვენ ხართ დამსახურებული 20 ლარის ფლობენ. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა. უღრმესი მადლობა. გავაგრძელოთ, იმიტომ რომ მე მინდა რომ თქვენ თანხა მომიგოთ. კარგი. შემდეგი შეკითხვა. რამდენი დღეა ნაკიან წელიწადში? ოპა, ნაკიან წელიწადში რამდენი დღეა? არ ვიცი, ქალბატონო ნანა, თუ ვიცოდე დედას გეფიცები. ხომარდები კითხვა, მაგრამ არ ვიცი. 365 ხომ არის ისე, მაგრამ 2 რო დააკლდება? ის თებერვალია, მე მგონი, ხო? თებერვალია. 360 ნაკიან წელიწადში აკლდება თუ ემატება? 365. 365 დღეა გამართული წელიწადი როა მაშინ. იქ მერე ნასესხებია რაღაცა თებერვალა იმისგან ისესხავა აპრილისგან. კაი, დავფიქრდეთ, აბა. თებერვალში ან 28, ან 29. 29. ხო. მე ივნისში ვარ დაბადებული, მაგრამ თებერვალთანაც მაგ შეხება. მაშინ ერთით ნაკლები. ნაკლებია თუ მეტი? ნაკლები. კარგად დავფიქრდეთ. მაშინ 366. საბოლოო პასუხი დავაფიქსიროთ 366. 366 დღე. აბსოლუტურად მართალია, ქალბატონო ნანა. უღრმესი მადლობა. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. 30 ლარი გაქვთ დამსახურებული და გადავდივართ შემდეგი მეოთხე მარტივი შეკითხვა. ვინ არის სულიკოს ავტორი? ვინ არის სულიკოს ავტორი?
ალბათ ეს ის იშხნელები რომ მღეროდნენ საყვარლის საფლავს ვეძებდი დიახ ლექსმულის დებიშხნელები ასრულებდნენ ხო ასრულებდნენ კი ბატონო მუსიკის და ტექსტის ლექსი სულიკო აბა საყვარლის საფლავს ვეძებდი ვერ ვნახე და გარგულიყო გულა მოფსნილი ტიროდი იმერელი იქნება ხო? სიმღერის ავტორს გეტყვით ზესტაფონელი ქალბატონია ვარინკა წერეთელი. ეს სახლ-მუზეუმში დაცვარ ნამყოფი. აბა ლექსი ვისია. შეგიძლიათ გაქვთ დახმარება ერთი ქუჩაში გავაჩეროთ და ვიკითხოთ ერთი ზარი ახლობელთან და ერთი შეცნომის უფლება. მანამდე შეგახსენებთ რომ ჩემი სპონსორია მარტივი. ზარი ახლობელთან ვიყენებ? დიახ. ძალიან მარტივი არ გინდათ ზარი ახლობელთან ახლა არ გამოვიხენოთ. აბა რა ვქნა. ქეთი ერთ გათამაშებაში ვარ. რეკავთ ქეთის და რეკავს ქეთისთან. ქეთი ერთ გათამაშებაში ვარ და მე კითხვა ასეთია სულიკოს ავტორი ვინ არის თუ იცდე? აკაკი წერეთ. ვაი შეგენაცვალე შვილო მომიკითხე ქეთი ვისთან დავრეკე? შვილთან. ვაი აი ქეთი მალადე შვილო. აკაკი წერეთელი ზემოიმერეთი საჩხერე სვიტორი. კი ბატონო აბსოლუტურად მართალია და თქვენ ხართ დამსახურებული 40 ლარის ფლობელი. აკაკი წერეთელი. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე და ეს არის ბოლო მარტივი შეკითხვა. აუ, ძნელებზეც გადავდივართ, კაცო. თქვენი შვილი რამდენი წლის არის? ხელოვანია, ახლა მასწავლებელია, 35 წლის არის, ქალაქ ოზურგეთში. ქალაქი გურია. საშუალო სკოლაში მასწავლებელი არის. და ეგრევე როგორ იცოდა აკაკი წერეთელი. ხელოვანი. ხო, ხახა რო დაგერეკა ფიზიკოსთან იტყო და ილია ჭავჭავაძესთან. ხელოვანი რო ადამიანი თქვა აკაკი წერეთელი. აბა რა, ფიზიკა. მოკითხვა ოზურგეთს და ქეთის საკეთან დიდი სიყვარულით. და გადავიდეთ შემდეგ მარტივ შეკითხვაზე. რა არის ზარდახშა? რა არის ზარდახშა? ზარდახშა არის სამკაულების შესანახი. სამკაულებს ვინახავთ ზარდახშაში? ზარდახშაში ვინახავ. ნუ ახლა სკივრი რა, ასე ვთქვათ. ზარდახშა, უფრო სამკაულებს, მე სამკაულებს ვინახავ. სამკაულებს. მე სამკაულებს ვინახავ. კი. აბსოლუტურად მართალია. სკივრია იგივე, მე ზარდახშაში ჩემნაირ კაცს ზარდახშაში ვერ ჯერ ჩემნაირ კაცს თუ გამოდებს ასე. ის გამოსაჩენ ადგილას თუ დამდებთ რომ ზარდახშაში ვერავი და დამსახურებული 50 ლარი აბსოლუტურად მართალია ქალბატონო ქეთი ეხლა გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე ეს არის საშუალო შეკითხვა არ არის ძალიან რთული არ არის ხართ მზად მაგრამ ეს მუსიკალური შეკითხვაა მეტი რა გზა მუსიკასთან როგორ ხართ რა ვიცი ისე ნორმალურად რა ისე რა თქვენ ახლა გაქვთ დამსახურებული 50 ლარი დავკარგავ მაგას არა რას დაგაგჭა ჯაბოვიშთან არავინ არაფერს არ კარგავს ასამბობ გავთო და ეხა იქნება მუსიკალური შეკითხვა მოусმინოთ მუსიკას და მე უნდა გავაგრძელოთ სადაც მე დავაპაუზებ გააგრძელეთ სიმღერა მრავალშამიე გუგუნებდეს ხმა მომლი მოხასა დალილეოსი ეს გვირთა ჩვენთან არის სიმღერა ეს სიმღერა საქართველოსი ეს სიმღერა საქართველოსი ვინ ასრულებს ამ სიმღერას ეხლა თამარი გვერდწითელი ჩვენი უსაყვარლესი თამარ გვერდწითელი კი ნამდვილად ეს და როგორ არის გავაგრძელოთ ეს სიმღერა საქართველოსი კარგით ეს გვირთა ჩვენთან არის სიმღერა ეს სიმღერა საქართველოს უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა უღრმესი მადლობა მოვიკითხოთ ქალბატონი თამარ გვერდწითელი რომელმაც ეხა ჩვენ მოგვაგებინა 70 ლარი მადლობა უღრმესი მადლობა ეხლა გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე რამდენ ლარიანია 20 ლარიანი შეკითხვა საქართველოს რომელი რეგიონის სოფლებია ვეჯინი ჭერემი ნუკრიანი და სანიორე ოპა ვეჯინი მარნეულისკენ არის არ ვიცი მე იმერელი კაცი ვარ ვეჯინი კიდე რა იყო ნუკრიანი აი თავიდან უკრათ კიდე ნუკრიანი ჭერემი ვეჯინი
სანიორე. ვეჯინი არის იქით მხარეზე, რუსთავის იქით მეეგრე. რუსთავის იქით არის ვეჯინი? რა ვიცი ეგრე. აღმოსავლეთ საქართველოს ვირჩევთ ხო, ჩვენ. აღმოსავლეთი. მხარე სწორია, სწორად მივხვდი. მხარე სწორია. აბა ჭერემი ვიფიქრე. ჭერემი დასავლეთ საქართველოა. არა. ყველა არის ერთი რაიონი, ერთი კუთხის სოფელი. ერთი? ხო, როგორც ახლა მაგალითად რაჭაშია, ხოტევი, ნიკორწი. მაშინ ყველა არის ისა აღმოსავლეთ საქართველო. აღმოსავლეთი კი. ქართლშია, კახეთია, რა ვიცი, აკეთ. ქართლში არ არის ზუსტად ვიცი. ქართლში არ არის. ქართლიდან ვარ მე და ქართლში ესენი არ გამიგია. თქვენ საიდან ბრძანდებით? კასპის რაიონიდან ვარ. კასპის სოფელი? მეტეხი. მეტეხი ჭალა, გერბერეკ, ჭალაში ლამისხანა, მოკითხვა თელ კასპ, ძალიან მიყვარს კასპი, ბევრი ახლობლები ყავს, მაგრამ კასპი გამოურიცხოთ, გამორიცხულია, კი. აი კიდე რა ვიცი, აღმოსავლეთ საქართველოში აქეთ კიდე რა არის? აი ვეჯინი მეცნო მარტო. ვეჯინი? გინეთ. კიდე ჭერემი? ნუკრიანი? სულ შემოვლილი მაგდა გზაზე ტრაფარეთსაც არ დამინახავს ეს სახელები. ნუკრიანი კი, ნუკრიანი სადღაც მაგ დანახული ღმერთოს. ერთი ლამაზი სიმღერა მინდა. მოდი, უნდა დავეხმარო პროდიუსერი. ირმების გადმოსახედო. კახეთო, ჩემო, კახეთო. აი, კახეთში არის ექსოფლები. ნუ მერებო, კახეთშია კიდე კონდოლის სოფელი. და რა ვიცი, რამდენი სოფელი. კახეთისკენ, უფრო დასავლეთისკენ ხვდები, იმიტომ რომ ჩემი შვილი იქით ცხოვრობს და გურიაში. დიახ. კახეთისკენ არ მაქვს შეხება და იმის გამო ამიტომ აზი კახეთში. დამნათესავდები ეს. აბა სად არის ზუსტად მითხარით დავაფიქსიროთ? კახეთში. კახეთი, უღრმესი მადლობა და მოკითხვა კახეთსა. ძალიან მიყვარს კახეთი და რომ მოხვდებით კახეთში აზი, ხო რა, ნუკრიანი და ეგრე აი ჯაბოვიჩი გაგახსენდეთ. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. კი ბატონო. კარგი ჩემო ბატონო. რომელი ცნობილი სერიალის მთავარი სიმბოლოა რკინის ტახტი? ოპა. ეს იყო ძალიან ცნობილი სერიალი. რკინის ტახტია მთავარი სიმბოლო. სადავრი სერიალია. ქართული არ არის. არც ხელი ძაღლია, არც ყავა და ლუდია, არც შუა ქალაქშია, არც გოგონა და არა, რკინის ტახტი, რომელიც სერიალის ქართული არ არის პირდაპირ გეტყვით. ისეთი აი მაგაზე იყო აწყობილი რა მთელი სერიალი, რა მაგის გულისთვის ხოცავდნენ ერთმანეთს. არც თურქული არ არის, არც ხუანი და მონიკა არ არის, არც ორიგარიო ბარერა არ არის, კასანდრას ოპერატორი. არავინ არ არის. ალბათ ფრანგული. არა. ფრანგული რო იყოს, მაშინ ჟერარ დეპარდიე იქნებოდა, შინ და პიერი შარი, არც ერთი არ არის. რკინის ტახტი არის თავარი. თანამედროვეა, თანამედროვე სერიალია. რკინის ტახტი ფიგურირებს ამ რკინის ტახტის გულისთვის წყვიტავენ ერთმანეთს. ერთი ამბავი არინდობენ, დედა, შვილი, მიდი, ჩეხვა მიდის, ომზია პირდაპირ გეტყვით. სხვათა შორის სანამ თქვენ ფიქრობთ, მე დროს ვიხელთებ და მე ახალი სპონსორი ყავს ფასტუ, ანგარიში, შეგიძლიათ აი ესეთი ბარათებია, გადმოწეროთ, სახლში კომუნალურების გადახდა გინდათ, ეგრევე დაგიბზადებენ სახლში მოგიტანებენ, არ არის პრობლემა, კომუნალურებს იხდით ტელეფონს რთავ, ევროპიდან თუ გზავნილები გაქვთ, უფასოდ ხდება, 50 კრიპტო, 7 ვალუტა, ყველაფერი აქვს გამარტივებული. 24/7-ზე არ ფერხდებით არაფერზე. აი ჩემი კოლეგა ტაქსი როგორ ახალ და უღრმესი მადლობა ფასტუს. მანამდე ჩვენ ვიფიქროთ. მე მგონი ყველანაირი რეკორდი მოხსნა ამ სერიალმა. ერთო მე სად მძინავს აბა თუ ეს. ძალიან მაგარი სერიალი. თუ გნებავთ შემიძლია შესწომაში ჩაგითვალოთ და შემდეგში გამოვიყენოთ ის ერთი დახმარება. გითხრათ რა რომელი ფილმი? ეს იყო სამეფო კარის თამაშები. ოი, ხო. ამბნევი იყო. დაგვრჩა 90 ლარი, ერთი დახმარება, გავაგრძელოთ. მერკური უფრო ახლოსაა მზესთან თუ ვენერა? მერკური. ესე უცებ, ეხა მოიჩtildeეთ და შეხედეთ, რომ მერკური უფრო ახლოსაა მზესთან ვიდრე ვენერა. მერკური. კი ბატონო, მივიღებ ამ პასუხს და ეს აბსოლუტურად მართალია. 100 ლარის ფლობელი ხარ და ფაქტიურად მოვედით ეხლა იქიდან გავალთ და იქ გავაჩერებთ ახლა ერთი წამი. უღრმესი მადლობა, შვილი მოვიკითხეთ ოზურგეთში, თელი გურია მოვიკითხეთ, აქეთ კახეთი მოვიკითხეთ, ქართლი მოვიკითხეთ
კასპი მოვიკითხეთ, ყველაფერი მოვიკითხეთ და ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა და მე მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენაირი ქალბატონი გავიცანი. კიდე უნდა გითხრათ ქალბატონანა სანამ ჩავბრძადებით და თქვენ თანხას მოგართვებთ, აგერ 110 ლარი, ჩემო ბატონო. 110 ლარი, დამსახურებული 110 ლარი თქვენია. კიდე უნდა უღრმესი მადლობა თქვენ. ეგეთი ნიჭიერებისთვის კიდე უნდა მოგასწოროთ, აი ამ ბარათთან დაკავშირებით, ფასტუც ეგანაც გითხარით, გადმოწერთ აპლიკაციას, გახსნით ანგარიშს, შემდეგ დაგიმზადებენ ბარათს, კომუნალურების გადახდა ევროპიდან გზავნილები უპროცენტო 50 კრიპტოვალუტა, 7 ვალუტა ჩვეულებრივი. აი სახლიდან გააკეთებთ ყველაფერს, ეს არის ფასტუს დამსახურება. მე მაგალითად გამაბედნიერება და უღრმესი მადლობა ფასტუს. კიდე მყავს მე სპონსორი, ეს არის მარტივი, რომელიც მუხტავს ავტომობილებს, მივდივარ და 28 წამში ესე დავდივარ ქალბატონანა, ხან თქვენ მოიგებთ, ხან ვიღაცა აკეთებთ. ესე ვარ ბედნიერი. უღრმესი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ.